ზუგდიდის ოდიშს. კარს იცავს პირველი ნომრით ვაისი, დაცვაში 16 ახალაძე, 4 აკონდო, 5 ბატოსი, 21 გოგნაძე, ნახევარდაცვის ცენტრი საყრდენი ზონა 13 ნომრით კობერიძე, 22 ლებედევი, მათ წინ მე-40 ნომრით ხუნჯგურუა, ფლანგებიდან შეუტევენ მე-10 ნომრით ქავთარაძე, მე-11 ანთია და ნომინალური ცენტრფორვარდის პოზიციაზე ითამაშებს კუტალია. კვერნაძის თამაშის პირობებში 10-იანზე იყო, მე-10 ნომრის პოზიციაზე თამაშობდა კუტალია და გამოკვეთილ ფორვარდად ოთარ კვერნაძე, მაგრამ სამწუხაროდ კვერნაძე დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ იღებს. შესაბამისად მოუწია კახაბერ კაჭარავას ზუგდიდის ოდიშის მთავარ მწვრთნელს გადაადგილებები გუნდში და კუტალია არის დღეს ცხრიანის პოზიციაზე. წარგიდგინეთ, რომ კახაბერ კაჭარავა ზუგდიდის ოდიშის მთავარი მწვრთნელი, რაც შეეხება მასპინძელთა თავკაცს, გივი ხელაია უდგას სათავეში მარტვილის მერანს. სულ რამდენიმე წამში დაიწყება უკვე ეს ძალიან საინტერესო შეხვედრა მურთას ხურცილავა სახელობის არენაზე. მთავარ არბიტრზეც ვთქვათ, ბექა კუნჭულია იქნება დღევანდელი შეხვედრის მთავარი მსაჯი. სატურნირო ცხრილს რაც შეეხება მარტვილის მერანი ამ დროისთვის 20 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ 30 ქულით იმყოფება მე-4 ადგილზე, რაც შეეხება ზუგდიდის ოდიშს, გუნდს აქვს 27 ქულა და არის მე-5 სატურნირო ცხრილში. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სატურნირო თვალსაზრისით არის უმნიშვნელოვანესი შეხვედრა, როგორც ერთი, ასევე მეორე გუნდისთვის. წინა ტურში გითხარით, რომ ოდიშმა შეძლო მეგრუდელბიში დერბიში გამარჯვების მოპოვება, რაც შეეხება მარტვილის მერანს, რთული მატჩი ჰქონდა შტურმთან და საბოლოო ჯამში ის შეხვედრა შტურმის გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 2-1. ახლა კი კონცენტრირდეთ უშუალოდ ამ დაპირისპირებაზე. ბურთით არიან ამ შეხვედრის სტუმრები, ცენტრალური მცველები ათამაშებენ ბურთს ბატოსი, აკონდო, უცვლელი დუეტი შეიძლება ითქვას. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კახაბერ კაჭარავა მოვიდა ამ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ინდობა ორივე მოთამაშეს, ორ კარგ ლეგიონერს პირდაპირ თქვა და კარგი ლეგიონერების სიას შეუერთდა მეკარე ვაისი და ლებედევი, ასევე ნახევარდაცვის ხაზში ლეგიონერები, რომლებიც არიან გუნდში, ფაქტობრივად სულ აქვთ სათამაშო პრაქტიკა და მუდმივად არიან ძირითად შემადგენლობაში. აუტია ისევ ზუგდიდის ოდიში იქნება ბურთით. აკონდო დაამუშავა ძალიან მარტივად, მოძებნა იქვე მყოფი ბატოსი, იხსნება კარგად კობერიძე, რომელიც ეცდება ოდიშის შეტევის წამოწყებას, უკან დააგორა ბურთი, ბურთზე კონტროლის დამყარება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. შეხვედრაში ვნახოთ, ვინ თამაშებს პირველ ნომრად. ზუგდიდის ოდიში სტუმრად თამაშობს, მაგრამ ბოლო დროინდელ მატჩებს თუ გავიხსენებთ, ეს გუნდი ითვლება ამ შეხვედრის ფავორიტად. გვესმის ბრაგების ხმაც, როგორც ყოველთვის მივესალმები ოდიშის ერთგულ გულშემატკივარს, რომელიც ყველგან სადაც ეს გუნდი თამაშობს მზად არის რომ ჩავიდეს და გულმხურვალედ მთელი შეხვედრის განმავლობაში დაუჭიროს მხარი საყვარელ გუნდს. შეძახილები გვეხნის პირველივე წუთებიდან და იქნება ასე სრულად ამ შეხვედრის განმავლობაში. კარგი გადაცემა ცენტრალურ ზონაში, კუტალია ცდილობდა ბურთის მიღებას, ალბათ იქნება როტაციაც მთელი შეხვედრის განმავლობაში. კუტალია შეიძლება არ იყოს ბოლომდე ფორვარდის პოზიციაზე და იგივე ხუნჯგურუასთან გაცვალოს ადგილი. ხუნჯგურუა ძალიან სწრაფია, ტექნიკურია, მოძრავი ფეხბურთელი გახლავთ, მანაც ნელ-ნელა ასე ეტაპობრივად შეძლო და მოიპოვა ადგილი ძირითად შემადგენლობაში. დღესაც მას ძალიან დიდი სათამაშო დრო მიეცემა. ლუკა კობერიძე ის ანაწილებს ბურთს, აიტოლი აკონდო. რაც დაიწყო შეხვედრა, მუდმივად ოდიშის ფეხბურთელები არიან პოზიციით, მეკარეც ჩართეს საქმეში, ვაისი, მას ძალიან კარგი შეხვედრა ჰქონდა წინამეგრულ დერბიში, რომელიც მოიგო ოდიშმა, როგორც გითხარით, ფოთის კოლხეთთან. რამდენიმე რთული ბურთის მოგერიება შეძლო გუნდის ახალწვეულმა. სულ რამდენიმე შეხვედრა ჩაატარა ჯერ ოდიშის შემადგენლობაში, მაგრამ გარკვეული დასკვნები შეგვიძლია გამოვიტანოთ და საკმაოდ მაღალი დონის მეკარე ჩანს. დი ასე გაგრძელდება დარჩენილი სეზონის განმავლობაში. და 2 წრია ჩასატარებელი, აქ ხისტი და უხეში ჯარიმა ჩანდა, აკონდო არ გოს თამაშის წესებს, იქვე იმყოფებოდა შეხვედრის მთავარი არბიტრი და შეამჩნია რა თქმა უნდა ეს ეპიზოდი. თავიდან უნდა გათამაშდეს ბურთი. ზოგადად სატურნირო ცხრილს რაც შეეხება, ვთქვათ, რომ გარეჯია პირველ ადგილზე ამ დროისთვის 41 ქულით პარალელურად ატარებს შეხვედრას დუშეთთან გარეჯი და იქ ანგარიში ჯერ არ გახსნილა. მეორეზეა თელავი 36 და 31 ქულა აქვს
მარტვილის მერანს 28 ამ დროისთვის კიდევ ერთხელ ხელს გაუსვევ ზუგდიდის ოდიშს. ნახოთ დიაგონალური გადაცემა წინ საბრძოლო ბურთია და კარგად თამაშობს იქ დაცვაში ოდიში, მაგრამ შემდეგ ბურთი დაიკარგა და იყო იმის საფრთხე, რომ მომენტიც შექმნილ იყო სწრაფი კონჩეტევა თუ გამოვა ახლა ხუნჯგურუა ბურთით. ცენტრალურ ზონაში გარბის კუტალია მისი მართულებით გაკეთდა გადაცემა, შეიძლება რომ დაეწიოს ამ ბურთს ვეტერანი ფორვარდი, ასეც მოხდება და უკვე მარცხენა ფლანგიდან განვითარდება ოდიშის შეტევა. კარგად გათამაშდა ბურთი ლებედევი. ითხოვდა კობერიძე ბურთს და მიიღო კიდეც. ქავთარაძე კიდევ ერთი მოთამაშე, რომელიც თამაშობდა პირველ ორ წრეში მარტვილის მერანის შემადგენლობაში და სწორედ ამ გუნდიდან შეუერთდა უკვე ის ზუგდიდის ოდიშს ძალიან გამოცდილი ნოდარ ქავთარაძე, რომელსაც თუნდაც თუ გავიხსენებთ ძველ დროს ეროვნულ ლიგაში აქვს უამრავი ლამაზი გოლი გატანილი. სრულ მოძრაობა და ჯარიმა. პირველი რეალური შანსი ექნება ოდიშს იმისათვის, რომ გაიტანოს გოლი ამ დაპირისპირებაში. პოზიცია მშვენიერი, შემსრულებელი არაერთი. ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ამ გუნდების შეხვედრებს რაც შეეხება, პირველი წრის მატჩი იყო განსაკუთრებულად შედეგიანი და თვალსასეირო 3-2 მორჩა ის შეხვედრა ზუგდიდის ოდიშმა. შეძლო გამარჯვების მოპოვება, შემდეგ იყო უკვე განუხურის ცენტრალურ სტადიონზე ჩატარებული მატჩი, რომელიც მარტვილის მერანის გამარჯვებით დასრულდა. ბოლოს ითამაშეს სულ რამდენიმე დღის წინ, 26 ივლისს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე და იქ ზუგდიდის ოდიშმა 2-1 იმარჯვა გავიდა. შემდეგ ეტაპზე ითამაშა ქუთაისის ტორპედოს წინააღმდეგ ძალიან ღირსეულად, თუმცა ტორპედოს ბარიერის დაძლევა არ გამოვიდა. აბა ვნახოთ. პირველი კარგი შანსი იმისათვის, რომ გაიხსნას ანგარიში დღევანდელ შეხვედრაში. ოდიშის გულშემატკივარიც ელოდება გატანილ გოლს. დარტყმა კარის მიმართულებით შეძლო ხამხოვებმა მეორე მოქმედებით უკვე ბურთის დაფიქსირება და სწრაფი შეტევის წამოწყებაც სცადა. ლომთაძე იყო. მარჯვნივ გადაიტანეს ბურთი უგრეხელიძეზე, გრძელი პასი და აქ პრობლემები არ შეიქმნება. ძალიან მარტივად და მშვიდად დაეუფლა ბურთს ვაისი. სატურნირო ცხილზე გითხარით, ბომბარდირებს რაც შეეხება. პირველ ადგილზე ოთარ კვერნაძე 10 გოლით და აი ეს ფეხბურთელი აკლია კიდევ ერთხელ აღნიშნავ დღევანდელ მატჩში ზუგდიდის ოდიშს. ქავთარაძე გრძელდება, აქ შეტევა ლებედევმა გადაიტანა მარცხენა ფლანგზე. მაღალი ბურთი დაიკიდა ამ შემთხვევაში და დრო ჰქონდათ მცველებს იმისათვის, რომ ამ ბურთზე ითამაშათ და სიტუაციაც განემუხტათ. საპასუხო შეტევა მოდის ახლა უკვე მასპინძლების. მოინის ცენტრში ტაქტიკური ჯარიმა ისე რომ არანაირი საფრთხე აქ ყვითელი ბარათის მიღების არ ყოფილა. ესონკულოვი აკლია მარტვილის მერანს, ხო? ისიც თავის გუნდში საუკეთესო ბომბარდირია და ზოგადად ბომბარდირთა სიაში მეორე ადგილზეა 8 გატანილი გოლით. უზბეკი მოთამაშე. გადაიბარა ბურთი ბოლო წუთებში მარტვილის მერანმა. ეს არ გავს იმ შეხვედრის სცენარს, რაც ჰქონდა პირველ წრეში ამ სტადიონზე. პირველ ტაიმში გავიდა რამდენიმე გოლი. საერთო ჯამში 5 გატანილი ბურთი ვიხილეთ იმ დაპირისპირებაში. პირველ ტაიმში გავიდა 5-ვე, უფრო სწორად თუ უფრო კონკრეტულად ვიტყვი, ახალაძემ გახსნა ანგარიში, ესონკულოვმა გაათანაბრა, შემდეგ ხარაბაძემ გაიტანა და დააწინაურა მარტვილის მერანი და პირველი ტაიმის მიწურულს დუბლი გაიფორმა ოთარ კვერნაძემ და საბოლოოდ ეს იყო იმ მატჩის საბოლოო ანგარიში. აკონდო მეორე სართულზე ტრადიციულად ძალიან დამაჯერებელია. შეიძლება ამ კომპონენტში ის საუკეთესოც იყოს ეროვნულ ლიგა 2-ში. ეუშეცდომა არ არის ხოლმე პატარ-პატარა ჩავარდნები, თუმცა საერთო ჯამში ის ზუგდიდის ოდიშის დაცვის ერთ-ერთი ლიდერი გახლავთ. ჭიდრო მეურვეობა პერსონალური შეიძლება ითქვას, რასაც შედეგი მოაქვს ამ სიტუაციაში. ბოლო გადაცემა იყო ძალიან ძლიერი, ბურთს თამაში შეიტანს ვაისი. სწრაფად გააკეთა ეს ბატოსია. რომელსაც შეუძლია თავად ბურთის ამოტანა ცენტრამდე, პრინციპში ორივე ცენტრალურ მცველს და ესეც პლუსია ოდიშისთვის, რომ
თუ კი გზონებია გადაკეტილი, პერსონალური მეურვეობა და კარგად იცავს მეტოქე თავს, ორივე ცენტრალური მცველი ისეთი იმ სტილის ფეხბურთელია, რომელსაც შეუძლია, ასე ვთქვათ, ბურთის ცენტრამდე ამოტანა და შესაძლებლობის შემთხვევაში ცენტრის გადაკვეთაც კიდე შეტევაში ჩართოს. სტანდარტულებზეც აქტიურად იღებენ ხოლმე ისინი მონაწილეობას. ლებედევი, აკონდო, ახალაძე, ისი ჩართვებით საინტერესო იქნება ფლანგიდან დღევანდელ შეხვედრაში. კობერიძე ორ ცენტრალურ მცველს შორის აღმოჩნდა ლუკა კობერიძე და ბურთი დატოვა მარცხენა ფლანგზე. აკონდო, ლებედევი, ბატოსი, ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ იწყებს შეტევას უგდიდის ოდიში, გოგნაძე. უდუშეთ ყოფილი მოთამაშე, რომელიც დღეს ძირითად შემადგენლობაში აღმოჩნდა და ვნახოთ როგორც თავშლებას დატოვებს. აქ აკონდო მეტოქი აქტიურად ეთამაშებოდა და მეტოქი არ ღვევს თამაშის წესებს. ესეც ისეთი უხეში დარღვევა იყო. თადარიგის ფეხბურთელებზეც გეტყვით, ოდიში შემადგენლობაში არიან ჩაჩუა, დაგარგულია, გაბედავა, გაბისონია, კიტია, სიდამონიძე, სიხარულია და ჭკადუა. დაცვის მარჯვენა ფლანგი ვახსენეთ და დაგარგულიაც ალბათ სულ მალე მზადყოფნაში იქნება და მიიღებს სათამაშო დროს. პირველი მეორე წრევისაც გახსოვთ, ის ოდიშის შემადგენლობაში მართლაც გამორჩეული მოთამაშე გახლდათ, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. აქ უკვე ჯარიმა არ ფიქსირდება, შემდეგ შეჯახება და აქ უკვე ერთვება საქმეში მთავარი არბიტრი. აკონდო და ჯარიმა კიდევ ერთხელ და გაესაუბრა კიდეც აიტოლე აკონდოს. საჭიროა მოედანზე ექიმების შემოსვლა ამ ეპიზოდის შემდეგ, ნახოთ. მედია ყველაფერი კარგად დასრულდება, ხო? აკონდოს მოქნეული ფეხი მოხვდა სახეში. იქ მარტვილის მერანის ფეხბურთელს. იმედია გადაურჩა სერიოზულ დაზიანებას. მე-12 წუთი მიმდინარეობს მატჩის ტემპი ჯერჯერობით არც ისე მაღალი, შეიძლება რაღაც დაზვერვითი სამუშაოები მიდიოდეს, გამოკვეთილი უპირატესობა არც ერთ და არც მეორე გუნდს არ აქვს. თითოეულ ქულას ამ დარჩენილ ორ წრეში ექნება ძალიან დიდი მნიშვნელობა. სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე კიდევ ერთხელ ვთქვათ ამის შესახებ. გასავარდ ზონასთან სიახლოვეს ასევე ვითარება საკმაოდ დაძაბულია. ამ დროისთვის იქ ბოლნისი, გორის სამტრედია და ფოთის კოლხეთი იმყოფებიან. კოლხეთი ბოლო ადგილზეა 18 ქულით, 19 ქულა აქვს სამტრედიას და არის მე-9-ზე, გორი ბოლნისი არის 25 ქულით მე-7-ზე. სახიფათო ჯარიმა ნახოთ რა მოყვება ამ ეპიზოდს. უგრეხელიძე ემზადება სტანდარტული შესასრულებლად. გამორბენი ძლიერად გაუშვა ბურთი, თუმცა ცოცხალ კედელში მდგომ ერთ-ერთ მოთამაშეს მოხვდა. ისე უგრეხელიძე ჩაწოდების მცდელობა და ნოდა ქავთარაძეს ბურთი ხდება ხელში. აქ რა ხდება, დაიძაბა ვითარება უფრო სწორად, რამდენიმე ფეხბურთელი აღმოჩნდა მთავარი არბიტრის გვერდით. ეს გაცლებთ უკეთესი პოზიცია ახლა მერანისთვის აქედან დარტყმას თავისუფლად შეიძლება. ნახოთ, არჩევანს გააკეთებენ. ამ დრომდე მარტვილის მერანი 10 კაცი თამაშობს, ჯერჯერობით ტრავმირებული ფეხბურთელი ვერ ახერხებს მოედანზე შემოსვლას. ბურთთან ისევ და ისევ უგრეხელიძე გახლავთ. ჯერჯერობით ამ სტანდარტული შესრულების შესაძლებლობა არ ეძლევა.
გადათვალა მეტრები არბიტრმა, მე მგონი აქ ყველა წესი დაცულია და უკვე შეიძლება რომ სტანდარტული შესრულდეს. უგრეხელიძე დაატრიალა ბურთი და გააქვა ვაისმა. რამდენიმე მეტოქე ეფარებოდა, ვერ ვიტყვით რომ ძალიან მარტივი იყო ამ სიტუაციაში, პირდაპირ ბურთის დაფიქსირება ხელებში, იმდენად უხერხული დარტყმა გამოვიდა აკონდო თავით, მეტოქეს თამაშგარში იყო ჩარჩენილი და აი შანსი რომ კარგი შეტევა წამოიწყოს. ახლა ოდიშმა აქ ჯარიმას გავდა ძალიან ცენტრში, თუმცა აგრძელებინებს არბიტრი, ხუნჯგურუას გადააქვს მარცხენა ფლანგზე. ეს უკვე სახიფათოა, საჯარიმოშიც არის კუტალია, შეიძლება აქედან ჩაწოდება დარტყმა ძალიან შორი მანძილიდან, თუმცა ეს დარტყმა იყო საკმაოდ არაზუსტი. მზად არის მოედანზე შემოსასვლელად წოწონავა. ჯერ მთავარი არბიტრი თავად უნდა დარწმუნდეს რომ სისხლი არ სდის წვრიდან წოწონავას და შემდეგ მიეცემა ამ ფეხბურთელს თამაშის გაგრძელების საშუალება. კი, უკვე 11-11-ზე გაგრძელდება მატჩი. ხამხოები. ძირითადად გრძელი გადაცემებით ცდილობს ამოსვლას მერანი. იმავე ვერ ვიტყვი ზუგდიდის ოდიშზე, რომლებიც ამ გუნდის ფეხბურთელები ცდილობენ რომ მოკლე პასებით, ტექნიკური ფეხბურთით შეეძლონ ჯერ ცენტრის გადალახვა და შემდეგ სახიფათო მომენტის შექმნა. აქაც ჯარიმა. ბევრია დარღვევები, დაძაბულობაც. ასეთი მატჩია დერბის რომ შეეფერება. ასეთი იყო დაძაბულობის თვალსაზრისით პირველ წრეში გამართული მატჩი. მაგრამ იქ განსხვავებული სცენარი იყო პირველ ტაიმში. ძალიან ბევრი გოლი გავიდა. ჯერ მხოლოდ მე-16 წუთია და არ გამოურიცხოთ რომ გოლიანი ტაიმი დღესაც გამოვიდეს. აკონდო. კარგად თამაშობენ აქ მცველები კობერიძე წაიქცა. კიდევ ერთი მაღალი ბურთი, ბრძოლა ცენტრში და კვლავ გვესმის მთავარი არბიტრის სასტვენის ხმა, რაც ნიშნავს იმას, რომ ოდიშის ფეხბურთელები არ ღვევენ თამაშის წესებს. გაგიტი, არაზუსტია ეს პასი. შეუთანხმებელი მოქმედება იყო ფეხბურთელების მხრიდან. უცმოსთვის გოგნაძე. ლებედევი ერთი შეხებით უკან დახია აკონდოზე, აქ მინიმალური რისკი უნდა იყოს, იმიტომ რომ პრესინგ თამაშობს მარტვილის მერანი და ვაისმა უბრალოდ ცენტრამდე გადაწყვიტა ძლიერი დარტყმით ამოიტანა ბურთი. ლებედევი შვენიერი პასი გამოდის, კუტალია გაგრძელება მოძებნა მარცხნივ, სადაც ანთიაა და ანთიას ჩართვები ყოველთვის ძალიან სახიფათოა, ერთი მეტოქე მოატყუა, მეორე დაარტყა კიდეც ანთიამ და პირველი რეალური მომენტის შექმნა ოდიშმა. აი ამ 16 წუთის განმავლობაში მათე ანთია იყო საკმაოდ პასიური, მაგრამ როგორ გაამწვავა ამ სიტუაციაში ნახეთ. ერთი მეტოქე, მეორე მეტოქე ძალიან იოლად მოატყუა და პირველი ზუსტი დარტყმაც შეასრულა მე-11 ნომერმა. კუთხური და ხალხმრავლობა მარტვილის მერანის საჯარიმოში. ჯერ უნდა გაესაუბროს არბიტრი იქ მოთამაშეებს, რაღაცები დაალაგოს. და შემდეგ შესრულდება უკვე კუთხური მარცხენა ფლანგიდან, რომელსაც ასრულებს ნოდარ ქავთარაძე. ჩაწოდება საჯარიმოში გამოტანილია ბურთი, კიდევ ერთი შანსი ექნება ბურთის ჩაგდების ქავთარაძეს. მეტოქეს მოხდა, არეულობა, ამით სარგებლობა ეცდებიან ახლა ოდიშის ფეხბურთელები, მარჯვნივ რა თქმა უნდა აკონდო იხსნებოდა. არ არის თამაშგარე, აკონდო ჩაატრიალა ბურთი. მაგრამ ძალიან ძლიერი იყო ეს პასი, ხო უჩვეულო პოზიციაზე აღმოჩნდა იტოლი აკონდო, კუთხური შემდეგ პოზიციები იყო საკმაოდ არეული. ცენტრალური მცველი იყო ახლა მარჯვენა შემტევის ადგილას და შესაბამისად პასიც ზუსტი არ გამოვიდა. დროის ათლა დაწყებული აქვს მთავარ არბიტრს, დროულად უნდა მოაწოდონ აუტი, მარტვილის ფეხბურთელებმა მოასწრეს. ახლა უკეთესი პოზიციიდან ექნებათ ანალოგიურის გაკეთების შანსი.
თავისუფალი თანაგუნდელი ჯერჯერობით არ ჩანს. წინ გაიგზავნა მაქსიმალურად ბურთი ახალაძე. ცენტრამდე ამოვიდა მერანი. ცოტა უცნაური გათამაშება იყო. ბურთი გადასულია როგორც ჩანს. აულოდა ეხლა ეს ვერ გავიგე. საჯიათ ქუჩის აუტით გაგრძელდება კვლავ მატჩი. შეჯახება იყო, აქ არ არის დაარღვევა, ლებედევი, ბატოსი. ვაისი ისევ წნეხის ქვეშ არის მეკარე და ამჯერადაც წინ გზავნის ბურთს კუტალიას მიმართულებით. აი ესეთ მაღალ ბურთებზე კვერნაძე დააკლდება დღეს ძალიან ოდის გუნდის გოლიადორი 10 გოლით შეგეხსენებთ რომ ის ეროვნული ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირი გახლავთ. ანთია ახალაძე ბატოსი 4 იყო ცენტრში ლებედევი კარგი პოზიცია და გოგნაძეზე განმოიტანა. შვენივრად ვითარდება ოდიშის შეტევა ქავთარაძე ხუნჯგურუა რამდენიმე ზუსტი პასი და ბურთით რჩება ვინ? ოჩახ ალექსა ბატოს რომელმაც დააზღვია მარჯვენა ფლანგი დროულად ამოწია ხაზი და არ გაუშვა მარტვილის მერანის სწრაფ შეტევაში. აკონდო აქ ახალაძეც არის დასახმარებლად ჩამოსული, სურდა გადაცემის გაკეთება, მაგრამ გამოვიდა ისე რომ იქნება კუთხური ზოგ შეასრულებს მერანი. აქედან უკეთ გამოსვლა, ამ სიტუაციიდან უკეთ გამოსვლა შეიძლებოდა იმ პირობებში რომ ორი მოთამაშე, ორი დამცველი მეტოქესთან შედარებით ბევრად უკეთეს პოზიციაში იმყოფებოდა. ესე უგრეხელიძე სტანდარტულებს ისასრულებს მერანის რიგებში მაქსიმალური ყურადღები თამაშია ასეთ დროს რაღა თქმა უნდა საჭირო ნახოთ ჩაწოდება არეულობა და ისევ ბატოს წინა შეხვედრაში ბატოსი იყო ერთ-ერთი საუკეთესო ორივე გუნდის შემადგენლობაში და დღესაც მატჩის ამ 21 წუთს თუ განვიხილავთ უკვე რამდენჯერმე შეძლო კრიტიკულ სიტუაციაში დამაჯერებლად თამაში სერმა ლეგიონერმა. ხამხოები დაბალი გადაცემა აკონდო ინარჩუნებს ბურთს და პასიც ზუსტია ანთია ეს ბლოკირება ეს ჯარიმაა ყველა ვარიანტში ახლა ის არის მთავარი რომ ანთიამ სწრაფად შეძლოს თამაშის გაგრძელება ხო სერიოზული აქ არაფერი იქნება უბრალოდ მძიმე შეჯახება იყოს ისრაფე აკრეფილი ქონდა შემტევს რომელიც ძალიან სწრაფი ტექნიკურია კარგი დარტყმა აქვს ამ სტანდარტულის გამოყენებასაც ეცდება მოდიში რატომაც არა ფაქტობრივად მთელი გუნდით გადასულნი არიან მეკარეს თუ არ ჩავთვლით მთელი გუნდით გადასულნი არიან მეტოქის ნახევარზე ერთადერთი ლუკა კობერიძე არის ვოენის ცენტრში მისათვის რომ მეტოქემ სწრაფი კონჩეტევა არ წამოიწყოს ქავთარაძე გაუშვა ბურთი სოლები თამაშობენ იქვე იქნებ პრესინგს კონდეს აზრი ჯერჯერობით ბურთის მოპოვება არ გამოდის მერანი მოდის შეტევაში და ჯარიმა და შეიძლება პირველი ყვითელი ბარათიც ნახოთ ასეა ნამდვილად პირველი ყვითელი ბარათი დღევანდელ შეხვედრაში გამეორებით ნახოთ ეს ეპიზოდი ყვითელი ბარათი მიიღო გოგნაძემ მეორე ყვითელი ბარათია სხვა შორის არა პირველი აკონდოს აქვს ასევე ხო ეს არ არის კარგი ამბავი ოდიშისთვის დაცვის ხაზიდან ორი მოთამაშეა გაყვითლებული
ორივე გუნდი ცდილობს რომ მაქსიმალურად გამოიყენოს სტანდარტული მდგომარეობები. ქავთარაძე ძალიან სწრაფია ეს მოთამაშე, თუმცა აქ მცველმა ბოლო მომენტში დაასწრო მალა. გამოერკვა სიტუაციაში. ხამხოევი. მალაზე გადაცემა იკითხება არავინ. ამ სიტუაციაში ცენტრალურ მცველს ხელს არ უშლის. ცოტა უნდა ამოწიოს ახლა, თუნდაც ნახევარდაცვის ხაზი, შემტევებიც უნდა გააქტიურდნენ პრესინგის თამაშის დროს, მაგრამ განსხვავებული სურათი ვნახეთ. ლებედევი მიიღო ბურთი. დაამშვიდა თამაში, აკონდო. ბატოსი. ისევ აკონდო. ლებედევი წინსვლა ახლა უკვე საჭირო. კობერიძე მოვიდა მეტოქე ძალიან სწრაფად, ერთი და მეორე მეტოქეც მოვატყუა კობერიძემ. გამოიყენა რა თავისი ტექნიკა ამ ფეხბურთელმა, რომელმაც მძიმე ტრავმა გადაიტანა და ძალიან გაუჭირდა მისი არ ყოფნის პირობებში ნახევარდაცვის ცენტრში ოდიშს მეორე წრეში. ფაქტობრივად არ უთამაშია ლუკა კობერიძეს, კუტალია წაიქცა და ჯარიმა. უამრავი ჯარიმაა, ძალიან ბევრი დარღვევა. აქაც ამწოვებდა კუტალია და შეაჩერეს მასპინძლებმა. ხო, დასარტყმელად შორია, მაგრამ შეიძლება რაღაც არაორდინალური გადაწყვეტილების მიღება, მით უმეტეს ბურთთან დარჩენ ნოდარ ქავთარაძე, რომელიც თავისი დარტყმით გამორჩეული იყო და არის დღემდე. ასევე ახალაძე კარგი მემარცხენე. ახალაძე დარტყმა არ გამოსდის ამ სიტუაციაში, გასაგები იყო ჩანაფიქრი, კომბინაცია, მაგრამ ეს მცდელობა არ იყო ზუსტი. ხამხოევი 27 წუთი აი ამ ძალიან დაძაბული მატჩის. აი წვიმას დრამატურგიის თვალსაზრისით ბევრ ამას მატებს შეხვედრა ძლიერად არ წვიმს თან. ესეთი პირობები არ არის რომ დიდი ზეგავლენა მოახდინოს ამინდმა თამაშის ხარისზე, ასე რომ ყველა პირობაა იმისთვის რომ ეს დაძაბულობა ბოლომდე გაგრძელდეს და კარგი სანახაობაც ვიხილოთ დღევანდელ დღეს. ამისთვის ცოტა უნდა გაიხსნას თამაში. კარგი ორშლიანი კომბინაცია, შემდეგ საჰაერო დუელიც მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა, თუმცა საიმედო ბატოსი ისევ ადგილზეა. გაგიტი ქავთარაძეს დარჩა ბურთი, ქავთარაძემ გადაიტანა მარცხნივ ანთია. ყოველთვის ველით ამ ფეხბურთელისგან გამწოვებას არ აქვს მნიშვნელობა სად იღებს. ბოლო მესამეჩი, მეტოქის ბოლო მესამეჩი, მოედნის ცენტრში თავის ნახევარზე. სწრაფი შეტევების ორგანიზება როგორ შეუძლია ეს ნახეთ თუნდაც წინა მატჩში. ფოთის კოლხეთთან დაპირისპირებას გულისხმობ. ორი ფეხბურთელი წავიდა აქ ბურთზე, საბოლოოდ ხუნჯგურუამ ერთი შეხებით შეძლო გადატანა ახალაძის ფლანგზე. ანთია ბრაო ამ სიტუაციაშიც შესანიშნავი იყო, ქავთარაძე დატოვება, მარჯვნივ გადმოიტანეს. სევლებედევი კუტალია უკან არის ჩამოწეული, სჭირდება ეს ოდი შორი მანძილიდან დარტყმა. ისევ ახალაძის მცდელობა იყო. ამის თუ გავითვალისწინებს, აქვს აზრი, რა თქმა უნდა, შორი მანძილიდან დარტყმებს. ხო, ხშირ შემთხვევაში კუტალია უკან იხევს მას შემდეგ რაც ის მოვიდა ოდიშის შემადგენლობაში, როგორც რეპორტაჟის სტარტზე ვთქვით, 10-იანის პოზიციაზე უწევდა თამაში და კვერნაძე იყო ცენტრფორვარდი. დღესაც საჭიროა სხვაგვარად შეტევების ორგანიზება ჭირს, ამიტომ ჩამოდის ხოლმე, მაგრამ აი უკვე ცენტრალური ფორვარდის ზონა რჩება თავისუფალი. ეს სახიფათო თამაში ძალიან გავდა, მაგრამ არ შეჩერდა ამ შემთხვევაში თამაში. რაც ნიშნავს იმას, რომ საკმაოდ დიდი ძალებით არის განმოსული ოდიშის ნახევარზე მარტვილის მერანი, მაგრამ ბურთი ჩამოიტანეს ისევ ცენტრამდე. მინიმალური რისკი. ეს პასი არ მგონია ზუსტი იყოს, თან ახალაძეს ბევრად კარგი პოზიცია აქვს და მშვიდად აუღელებლად გააცილებს ბურთს მოედნის ფარგლებს მიღმა.
პარალელურ შეხვედრაში შეძლო და დაწინაურდა გარეჯი 1-0 ანგარიში. უბრალოდ გარეჯი არა, დუშეთი დაწინაურდა, მარცხ ხდება საგარეჯოს წარმომადგენელი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ძალიან დამაჯერებლად ლიდერობდა სატურნირო წყვილს, მაგრამ ეს დამაჯერებლობა და ეს ჰანდიკაპი ქულების კუთხით უკვე ისეთი ვეღარ არის, რაც შვიდად ყოფნის საშუალებას მისცემს ამ გუნდის გულშემატკივარს. კარგია კობერიძე, ბატოსი ზუსტია გადაცემა. გოგნაძე, კარგი კედელი, ისევ განაპირა მცველი ბურთი, წინ რა ხდება, იხსნება ქავთარაძე, მაგრამ რამდენიმე მეტოქე იყო მის წინააღმდეგ. ჯარიმების სერია უწყვეტია დღევანდელ მატჩში. ლებედევის საკმაოდ სწრაფად გაათამაშეს ბურთი ოდიშის მოთამაშეებმა, ანთია მიიღებს აუცილებლად და ვნახოთ, გამწოვებს თუ არა, ტრადიციულად შემოიწია ცენტრში, გაითამაშა ბურთი კუტალიასთან, ლებედევი, კობერიძე. აკონდო ორივე გუნდი ცდილობს რომ ძალიან გაუფრთხილდეს ბურთს. აქაც რეალურად სახიფათო ზონამდე მიღწევა შეძლო ოდიშმა და შემდეგ ჩამოვიდნენ უკან მეკარეც ჩაერთო საქმეში. ბატოსი დღეს ყველაფერი გამოსდის, იქნება ეს პასიც გავიდეს, არა ამ შემთხვევაში უკვე მცველის ნადავლი გახდა ბურთი. სამაგიეროდ, კარგი ჩაჭრა იყო ახალაძეზე თუ მოასწრო აკუტალია, მაგრამ ვიღარ შეძლო არა და ის პასი რომ გასულიყო ეს თამაშგარია ყველა ვარიანტში. კარგად გამოჩნდა პასის მომენტში, შეიძლება მეტრზე მეტით ფორვარდი იყო ჩარჩენილი თამაშგარე მდგომარეობაში. ისევ გათამაშება გოგნაძე. ლებედევი იყო უფრო სწორად, ახლა არის გოგნაძე და ჩაიჭრა ეს გადაცემა, თუმცა შეტევაშია ისევ ოდიში. ბევრი ვარიანტი ესე ხელის გულზე არ ჩანს, როისათვლა დაწყებული იყო, ისე უწევს კუტალიას უკან დახევა ლებედევი. არ და გაუწეს რომ ოდიშის თადარიგში კიდევ ორი ძალიან გამოცდილი მოთამაშეა, სიხარულიას გულისხმობ. იმ ფეხბურთელს რომელმაც მოაგებინა გასულ ტურში, აქ ანთია რა კარგი სვლა იყო. დაიტოვა მაინც ბურთი. ბოლოს აართვეს. და ასევე გიორგი გაბედავა, რომელიც ცოტა ხნის წინ შეუერთდა ოდიშს. მანაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა წინა მატჩში. იმ გამარჯვებაში თუ გახსოვთ მეორე გოლის ეპიზოდი, იბრძოლა ბოლომდე, რამაც შედეგი გამოიღო და გაახარა ოდიშმა გულშემატკივარი. სატურნირო კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის მოგება. ერთ-ერთ მთავარ კონკურენტთან, აგერ გუნდთან, რომელსაც დღეს ეთამაშება, ოდიში შეამცირა სხვაობა 3 ქულამდე. 3 ქულა მატჩების რაოდენობას თუ გავითვალისწინებთ, ბევრი ნამდვილად არ არის. იქ საგარეჯოს გარეჯი არ არის სტაბილური ბოლო პერიოდში, ასე რომ ბრძოლა გრძელდება სამეულისთვის. რატომაც არა, შეგახსენებთ რომ პირველ ადგილზე გასული გუნდი პირდაპირ წესით ავა ეროვნულ ლიგაში, მეორე მესამე ადგილზე გასული გუნდები კი ითამაშებენ პლეი-ინს დამატებით მატჩებს, ასე ვთქვათ. იმისათვის რომ მოხვდნენ უკვე საქართველოს ყველაზე პრესტიჟულ ლიგაში. აქაც გავდა თამაშგარეს, ყოველი შემთხვევისთვის აკონდო წავიდა, ბოლომდე ითამაშა ამ ეპიზოდში და ბურთით იქნება ახლა ოდიში. ერთი მომენტი იყო რეალურად ამ შეხვედრაში, ერთი რეალური შანსი, აი ანთიას ეპიზოდს გულისხმობ, როდესაც თავისივე ფლანგიდან გამწოვების ხარჯზე შორეული დარტყმა შემოგთავაზა და მეკარე ხამხოვემა ითამაშა საკმაოდ კარგად იმ ეპიზოდში. ვაისი. ქავთარაძეს დარჩა და კარგადაც ითამაშა კუტალია, მარცხნივ არ იყო ვარიანტი, ამიტომაც მოუწია იმ დამატებითი მოძრაობების შესრულება და ისევ ჯარიმდებიან კუტალიას წინააღმდეგ. აქვთ ლეგიტიმური უფლება ახლა ოდიშის ფეხბურთელებს, რომ ცოტა უფრო მკაცრი ზომები მოითხოვონ არბიტრისგან, იმიტომ რომ ეს არის მინდა თulis მე რამდენი შემთხვევა, როდესაც მოედის ცენტრში ოდიშის ფეხბურთელის წინააღმდეგ ირღვევა წესები. მთავარია ტრავმა არ კონდეს კუტალიას და გააგრძელოს თამაში. მით უმეტეს კვერინაძის არ ყოფნის პირობებში აუცილებლად სიტყვი და თავმოთ რომ მატჩის ბოლომდე, ბოლო წუთამდე, წამამდე უნდა იყოს მოედანზე დღევანდელ დაპირისპირებაში.
ეს ფეხბურთელი საჯარიმოში გადაცემა მალა მიწვდა მაინც ბურთს. რა კარგი ჩანაფიქრი იყო, მაგრამ მალა ძალიან ტანმაღალია, გამოცდილია, 32 წლის გახლავთ ეს ცენტრალური მცველი. აი, აქ უკვე ჯარიმა შეტევაში. თავიდან უნდა გათამაშდეს ბურთი. მაქსიმალური ყურადღებით მართებს თამაში გოგნაძეს, შეგახსენებთ რომ ყვითელი ბარათი აქვს და წამით უყურადღებობა შეიძლება ზურათ აღუჩნდეს უგდიდის ოდიშს, ასე რომ სრული კონცენტრაციით თამაშია დარჩენილ დროში საჭირო. ისევ კუთალიას წინააღმდეგ ჯარიმა. 35 წუთი მიმდინარეობს ამასობაში. წუთზე ცოტა მეტი პირველი ტაიმის დასრულებამდე. კომაგი ითხოვს გოლს უგდიდის ოდიშის გულშემატკივრები, აფრაგები გააქტიურდნენ კლავაც. ბატოსი. აკონდო. არაზუსტი გადაცემა, რამაც მეტოქეს შანსი მიცა, რომ შეტევაში გადმოსულიყო და ამას ურიგოთ მერანის ფეხბურთელები ამ დრომდე არ აკეთებენ. რამდენიმე ზუსტი პასი. გაგიტი. მალა. ისევ გაგიტი. ნუ მეკარე. ხაზულად ხამხოევი. რომელიც კაპიტნობს მერანს. ზუგდიდის ოდიშის კაპიტანი მოგეხსენებათ ლევან კუტალია. გუნდში მოსვლის თანავე, დაბრუნების თანავე კაპიტნის სამკლაური მიიღო. აი ამ ფორვარდმა, გამოცდილმა ფეხბურთელმა, თავის დროზე საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ბომბარდირმა. მისი გამოცდილება და არა მარტო მისი ფეხბურთელების, რომლებიც დაიმატა ოდიშმა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. აი მეორე მესამე წრეში გუნდი იბრძვის ხაზი გაუსვათ ამას ეროვნულ ლიგაში გადასასვლელად შესაბამისად. ასეთი ფეხბურთელების მრავლის მნახველი მოთამაშეების ყოფნა გუნდში არის ფასდაუდებელი. სიხარულია, გაბედავა, კუტალია ვახსენეთ. რობერტ იმერლიშვილი, ასევე დუეგი მალა. ხამხოევი. აბა, ახალაძე თუ შეწდება ბურთს. კარგი იყო ოდიშის მარცხენა მცველი, თუმცა შემდეგ ლებედევის თაური იყო არაზუსტი. შეცდომებიც ბევრი იყო და უბრალოდ ნერვიულობას, მატჩის მნიშვნელობას ეს ტექნიკური წუნი, რაც ნახეთ 37 წუთის განმავლობაში. ჩაგდება საჯარიმოში ერთმანეთს არ უნდა შეუშალონ აქ ფეხბურთელებმა თანაგუნდელებმა ხელი ახალაძე და რა ხდება? ხდება ის რომ არის კუთხური. ითხოვდა თავად ახალაძე იქ ჯარიმას, მაგრამ ძალიან ახლოდ ნაკვირდებოდა გორთა არბიტრი ამ ეპიზოდს, რომელიც როგორც გითხარით კუთხურით გაგრძელდება. გაათამაშეს ბურთი იქვე მასპინძლებმა მეკარე უნდა გამოვიდეს. შეჯახება იყო და კუთხურს ნიშნავს ახლაც. აქ მერანის ფეხბურთელები პენალტს ითხოვენ. ნახოთ განმეორებით მომენტი. ორივე მოთამაშე წავიდა ბურთზე და მეკარისგან დატოვა როგორც ჩანს მოენის ფარგლები.
ნახოთ კიდევ ერთი კუთხური, მაგრამ ისევ გრძელდება საუბარი არბიტრსა და ფეხბურთელებს შორის. ასეთი ეპიზოდიც არაერთი იყო უკვე გასულ დროში. ჩაწოდება საჯარიმოში, ისევ გამოდის კარიდან. აი ეს რა ხდება? გადაცდა ბურთი კარს. დარტყმა კარიდან. ხო, ცოტა სარისკო და არცი დამაჯერებლად იმოქმედა ამ სიტუაციაში მეკარე, მაგრამ ყველაფერი კარგად დასრულდა ზუგდიდის ოდიშისთვის. იქნება ძლიერი დარტყმა როგორც ჩანს. სავარაუდოდ კუტალიას მიმართულებით. არა ანთიაზე გაკეთდა აქცენტი, მცველმა დაასწრო მათე ანთიას. კუსლით მაინც გამოვიდა კვასის გაკეთება, შემდეგ კობერიძე და გადაარჩინოს აქ ბურთი, მაგრამ შეტევაში მოდის მერანი. ჭომბურიძე მალამ დავით მომთაძე ისევ ხამხოევი და კვლავ მალა ბურთით. აი აქ თითქოს ცოტა დაიბნა მალა, მაგრამ დავიზი გამოცდილების ხარჯზე მაინც შეძლო ამ სული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. ოგნაძე მოარტყა მეტოქეს და აუტია. არ არის მარტივი ამ ვითარებიდან გამოსვლა. თუმეტეს რომ მერანის ფეხბურთელები აქტიურ პრესინგს თამაშობენ, ამიტომ გახდა საჭირო კუტალიას უკან ჩამოსვლა, მაგრამ მისგან დატოვა ბურთმა ფარგლები. მოენის ფარგლები შესაბამისად ჭუმბურიძეა ის ფეხბურთელი, რომელიც განაახლებს ახლა შეხვედრას, შეიძლება პირდაპირ საჯარიმოში ჩააგდოს. ასეც მოიქცა ჭუმბურიძე ძალიან შორს გადააგდო ბურთი, ბატოსია შესანიშნავი დარტყმა არ გამოდის, არეულობა საჯარიმოს მისადგომებთან, კიდევ ერთი დარტყმა სახიფათო, დიდი ხანია მომენტი აღარ გვინახავს ამ შეხვედრაში. და ეს იყო იშვიათი გამონაკლისი, აქეთ ანთიას შანსი შეგვიძლია გავხსენოთ და ეს ეპიზოდი, რომელიც შექმნა ახლა რამდენიმე წამის წინ მარტვილის მერანმა. დიდი დრო არ რჩება პირველი ტაიმის ბოლომდე. პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში ანგარიში არ შეცვლილა არაგვი უგებს ისევ საგარეჯოს გარეთს. დარტყმა კარიდან უნდა იყოს ყველანაირი ლოგიკით კი ბატონო. ველი თუ აისის გადაწყვეტილებას. სწრაფად უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება, იმიტომ რომ საჯმა დროის თვლა დაიწყო უკვე. აუტ. ახალაძე ეს ჯარიმა. არ ვიცი. არ ვიცი, ცოტა ლოგიკური იყო ახლა არბიტრის გადაწყვეტილება, რაც თავარია ოდიშმა ბურთი შეინარჩუნა, მაგრამ აი ამ პასით რთული იქნება შეტევის გაგრძელება. ხამხოევი. აკონდო, კარგი იყო აკონდო. ჩვენურად გათვალა ბურთის ტრაექტორია ამ ვითარებაში. ბატოსი, მაჯნივ. ტრადიციულად თემურ გოგნაძე. მაგრამ აკონდოზე გააკეთა ბატოსმა არჩევანი ამ სიტუაციაში. ისევ ჯარიმა. მე რამდენიც მიწევს ამ ფრაზის გამოყენება, კონკრეტულად მოენის აი ამ წერტილში ნახეთ უკვე რამდენი ჯარიმა. ლებედევი. შეცდა ისიც. აი აქ ზონა დარჩა და რომ არა ბატოსი აქ პირისპირ რჩებოდა. მეტოქე გუნდის ფეხბურთელი, ორი თამაშია ბრწყინავს უბრალოდ ალექსა ბატოსი. მასტერკლასი ცენტრალური მცველისგან ამ სიტუაციაშიც. ქავთარაძე
ხუნჯგურუა იყო, ლებედევი და ჩართო ახალაძე. კარგი პასი კუტალია და ამუშავა ბურთი. ხუნჯგურუა ეძებს შეტევის გაგრძელების ვარიანტს. ნოდარ ქავთარაძე, ისევ ხუნჯგურუა. დაიჭირა ბურთი ოდიშმა აკონდო. აი აქ ყველაზე სახიფათო წერტილში ასე ვთქვათ ყურადღები თამაშია. საჭირო ქავთარაძე უშვებს შეცდომას და შემდეგ თამაშის წესებსაც არღოს. გადაურჩება თუ არა გაფრთხილებას ნახოთ არა, ყვითელბარაც არ მიიღებს ამ სიტუაციაში. ნოდარ ქავთარაძე თავადაც მოიბოდიშა მოდიშის მე-10 ნომერმა. ბოლო წუთი პირველი ტაიმის ძირითადი დროის დენჯარიმა და პაუზა იყო, რომ შეიძლება 2-3 დაემატოს თავისუფლად. არა, ერთადერთი წუთი დაემატა. პირველ ტაიმს, ასე რომ სულ რამდენიმე წამში დასრულდება შეხვედრის დაძაბული პირველი ტაიმი. მომენტების ნაკლებობას განვისტიდით. კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ 2-2 ეპიზოდი იყო. ერთი შანსი ჰქონდა ოდიშს მათეანთიას და ერთიც სულ რამდენიმე წამის წინ აქ ოიგერია ბოლო მომენტში ბატოსმა ბურთი. აკონდო ბოლო წამები, ნახოთ თუ მოესწრება რაიმე დარჩენილ დროში ნაკლებად სავარაუდოა. კობერიძე ბრძოლა გრძელდება თითოეული სანტიმეტრისთვის მოედანზე, თამაშგარეც იყო. დრო აღარ არის დარჩენილი, დასრულდა პირველი ტაიმი 0-0, ჩვენც ავიღოთ პაუზა.
იწყება მეორე ტაიმი, აი ძალიან დაძაბული მატჩის, ანგარიში არ გახსნილა, მარტოლის მერანი ზუგდიდის ოდიშის წინააღმდეგ 0-0. დაძაბულობა პირველ ტაიმში მართლაც არ გვაკლდა, მომენტები ნაკლებად ორი ეპიზოდის გახსენება შეიძლება რეალურად, ერთი მომენტი, როდესაც ანთიამ გაამწვავა და შეძლო დარტყმის შესრულება და იქ კარგად იმოქმედა ხამხოებმა, პირველ ტაიმის მეორე ნახევარში ქონდა ერთი ეპიზოდი ასევე მარტვილის მერან საჯარიმოს გარედან ცდილობდნენ მატჩის მასპინძლები გოლის გატანას, მაგრამ ამის გაკეთება მათ ვერ შეძლებს. ნახოთ რა იქნება უკვე მეორე ტაიმში. აქტიურად იწყებს ოდიში, კარგი შეტევის განვითარება აქედან შესაძლებელია ჩაწოდება საჯარიმოში, მაგრამ იქ უკვე აღარავინ იმყოფებოდა, ხშირად უწევს უკან ჩამოსვლა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ ლევან კუტალიას ის გამო რომ შეტევების ორგანიზებაში მიიღოს მონაწილეობა, ბურთი გაანაწილოს, მკვერნაძის არ ყოფნა შესამჩნევია, საუბარია ეროვნული ლიგა 2 საუკეთესო ბომბარდირზე, რომელიც დღეს ზუგდიდის ოდიშს ვერ ეხმარება. ბურთს უფრთხილდებოდა ორივე გუნდი, ბურთის კონტროლზე ჰქონდათ აქცენტი, ნაკლები რისკი შეტევაში. იმასაც გეტყვით, რომ პარალელურად საგარეჯოს გარეჯი მარცხდება გათამაშების ლიდერზეა საუბარი. ფაქტია, ეს გუნდი ბოლო პერიოდში კარგ ფორმაში არ გახლავთ და ისეთი დიდი უპირატესობა აღარ აქვს სხვა გუნდებთან შედარებით. როგორც მერანი, ასევე ოდიში ორივე ეს გუნდი იბრძვის, რა თქმა უნდა, საუკეთესო სამ გუნდში მოსახვედრად. სხვაობა არის სამი ქულიანი უპირატესობა აქვს მარტონის მერანს ზუგდიდის ოდიშთან. გაგიტი. ხეცურიანი. უგრეხელიძე. ისევ ხეცურიანი, მეკარე ხამხოევი. მალა ბურთის ამოტანს არ ჩქარობენ მერანის მოთამაშეები, ახლა იძულებული იყო მეკარე რომ წინ გაეგზავნა ძლიერი დარტყმით. და ეს პასი ზუსტი აღმოჩნდა საბოლოო ჯამში. გაგიტი. ალბათ ჩაწოდება იქნება საჯარიმოში, გამოდის ვაისი, ტოვებს კარს და შეტევაში ჯარიმა დაფიქსირდა გაზონზეა აიტოლე აკონდო. სერიოზულ ტკივილს განიცდის ოდიშის დაცვის ცენტრის გამორჩეული მოთამაშე და იხმო მთავარმა არბიტრმა მომენტალურად ექიმი მოედანზე, თან თავის არეშია ეს დაზიანება. ხო, იმედოვნოთ რომ იძულებით იცვლების განხორციელება არ მოუწევს კახაბერ გაჭარავას. შეცვლა არ ყოფილა არც ერთი გუნდის შემადგენლობაში, რახან პაუზაა ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ ის ფეხბურთელები, რომლებიც თადარიგში არიან. მასპინძლების შემადგენლობაში ვალერი ჩაჩავა, ნიკოლოზ ხარაბაძე, როინ ჩხაიძე, რომელიც თამაშობდა სხვათა შორის ზუგდიდის ოდიშის შემადგენლობაში ამ სეზონში და სწორედ მარტვილის მერანში გადავიდა. ლუკა ქადარია, ალექსანდრე გაფრინდაშვილი, ლუკა წულაია, ბაქარ ლაღაძე და ცოლოევი, აგომე ცოლოევი არის ასევე სათარიგო სკამზე. რაც შეეხება ოდიშს, რობერტ იმერლიშვილი, რომან ჩაჩუა, საბა სიდამონიძე, ნიკა კიტია, ზვია სიხარულია, გიორგი გაბედავა, მაცი დაგარგულია, დავით გაბისონია და საბა ჭკადუა. ეს არის სრული სია იმ ფეხბურთელებისა, რომლებიც თადარიგში ყავს კახაბერ გაჭარავას. ბოლო მატჩების ამბებს თუ გავიხსენებთ, ხშირ შემთხვევაში გაბედავა გამოდიოდა, წინა შეხვედრაში სიხარულია გამოვიდა და გადამწყვეტი გოლის გატანაც მოახერხა და ეს გოლი გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა ოდიშისთვის. ნახოთ დღეს რა გადაწყვეტილებებს მიიღებს ძალიან გამოცდილი სპეციალისტი, რომელიც სათავეში ყავს ზუგდიდის ოდიშს, ამბიციური სპეციალისტი, რომლის მიზანიც დარწმუნებული ვარ, რომ არის გუნდის გადაყვანა ეროვნულ ლიგაში. ნახოთ წინ არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა, იქამდე კი ჯერ დღეს უნდა გაირკვეს აქ ბევრი რამ, სწორედ აი ამ დაპირისპირებაში ახალაძე ძალიან გარიც აქ თამაშგარეა, შემდეგ ეფექტურად ცდილობდნენ გატანას, მაგრამ ფორვარდად იცოდა რომ იქ იყო თამაშგარე მდგომარეობა. აკონდო ელის ნიშანს იმისათვის რომ დაბრუნდეს მოედანზე, არბიტრი ჯერჯერობით აიტოლე აკონდოს ყურადღებას არ აქცევს. ხამხოევი
ყველანაირი დროის ლიმიტი გავიდა ისათვის რომ მიეცეს შანსი მოედანზე შემოთვლის აკონდოს თან ცენტრალური მცველია 10 კაცი თამაშობს ოდიში ამ მომენტში. ერთი წუთი გასულია, მას შემდეგ რაც მოედანი დატოვა აშკარად, ერთი წუთი გავიდოდა ამასობაში. აი ახლა მიიღო ნიშანი და აკონდო ბრუნდება მოედანზე. ხეცურიანი მერანი მთელი შემადგენლობით ოდიშელთან ნახევარზეა კარგად და დამაჯერებლად თამაშობს ამ ვითარებაში ახალაძე. უგრეხელიძე ხეცურიანი აუტია და იჩქაროს ოდიშმა ვითარებაში უბრალოდ ზუსტად იმ ადგილიდან უნდა მოაწოდონ აუტი სადაც დატოვა ბურთმა ფარგლები. ახალაძე მოძებნა საკმაოდ მარტივად ლებედევი და შეცვლის ახლა ფლანგს დიაგონალი ვნახოთ ქავთარაძის მიმართულებით, რომელიც ჩასაფრებული იყო და მეტოქის შეცდომას ელოდებოდა ისევ ქავთარაძეზე პასი. უჯარიმოთ ართვა ბურთი კობერიძე, ბრავო, ამ კომპონენტში მართლაც გამორჩეულია ეს ფეხბურთელი. შეიძლება იდეალურ ფორმაში ვერ შევიდა იმ ტრავმის შემდეგ, მაგრამ სათამაშო კლასი არსად იკარგება. გვასალია. აი აქ ორი მეტოქის მეორეობა იყო. გიორგი უგრეხელიძის წინააღმდეგ და ლებედევისგან დატოვა ბურთმა მოედნის ფარგლები. გოლში მატკივარი ოდიშის ქომოქს გულისხმობ მეტ აგრესიას ითხოვს. განსაკუთრებით შეტევაში, რაც ლოგიკურია, აუტი თავიდან უნდა მოაწოს, იმიტომ რომ ბურთი თამაში არ შესულა ის დატოვა ფარგლები. უგრეხელიძე წვიმა გაძლიერდა მარტვილში. კარგია ახალაძე. არ არის ჟარიმა აკონდომ თავისი ფიზიკური ძალა გამოიყენა ამ სიტუაციაში და ბურთი მეტოქეს არ დაუთმო. უგრეხელიძე წავიდა, კუტალია თამაშის წესებს არ ყოფს. ანუ პირველ ტაიმში თავად კუტალიას წინააღმდეგ ძალიან ბევრჯერ დაირღვა წესები. განსაკუთრებით მოედნის ცენტრალურ ზონაში იყო ეს შესამჩნევი. იმასაც გეტყვით რომ აკონდოა გაყვითლებული და თემურ გოგნაძე ასევე ორი მცველი ოდიშელთა რიგებში. სტანდარტული. დავით ლომთაძე შეასრულებს ამ ჯარიმას. არც ისე კარგი ჩაწოდება გამოვიდა, აქ მალაჭკვიანურად თამაშობს, ბურთი გაატარა ხამხოევი, როგორ მორბის ანთია ხედავთ, უფრო მეტად უნდა დაიტვირთოს ეს ფეხბურთელი. ამან შედეგი გამოიღო, თუნდაც ერთი კვირის წინანდელი შეხვედრა რო გამოიღო. დღეს ხშირად ანთიას შეტევებს ჩვენ ვერ ხედავთ. საჯარიმოს გარე დამცველობებიც არ იქნება ორიგო გამომდინარე იქიდან რომ გადაუღებლად წვიმს მატჩის დაწყებიდან მოყოლებული მარტვილში. ყურადღებით თამაშობს. ნუ ბეწვის ხიძე გაიარა რეალურად. ვაისმა იქამდე მასე გაკეთებული პასიც არ იყო, კლად იდეალური გადაწყვეტილება, შემდეგ მურიგი შეცდომა მოყვა. შეტევის წამოწყების საწყისსავე ფაზაში. ახალაძე ბოლომდე მიყვება, ჩაწოდება საჯარიმოში, გოგნაძეს გამოაქვს ბურთი ძალიან სახიფათო ზონიდან. მალა ბოლო წუთებით მერანის გულშემატკივარი უკმაყოფილო არ იქნება, თქოს ინიციატივა და მომენტუმი ახლა მათ მხარესაა. უგრეხელიძე ხელაია გაგიტი ერთი ფლანგიდან მეორეზე გადაინაცვლა მერანმა, ახლა ცენტრიდან ეცდებიან გამწვავებას, ჯარიმა არ დაფიქსირებულა და არის შანსი კონჩეტევის. ხუნჯგურუა მიიწევდა წინ და ეს კლასიკური ყვითელი ბარათის ეპიზოდი, როდესაც ცენტრში ეს სწრაფი შეტევა ჯარიმის ხარჯზე ჩაიშალა. რავის აქ წესით პროტესტი არ უნდა კონდეს არბიტრის მიმართულებით.
ველით არბიტრი სასწვენს, ბურთთან აკონდო. მესამე გაფრთხილება დღევანდელ მატჩში ლებედევი. აკონდო. აი ამაზე ვსაუბრობდი, როდესაც გუნდს უჭირს შეტევების ორგანიზება, რომელიმე ცენტრალური მცველი იღებს ხოლმე თავის თავზე თამაშს. ამ შემთხვევაში ეს მოთამაშე და ეს ცენტრალური მცველი გავხდათ აკონდო. თუმცა პირველმა მცდელობამ შედეგი ოდიშს ვერ მოუტანა. უჭირთ ამ შეტევის შეჩერება სტუმრებს. რა ხდება? ნახოთ, ხდება ის რომ არის აუტ. მიზანი იყო კუთხურის მოპოვება არც ისე მარტივ ვითარებაში, მაგრამ გამორჩა აუტს მხოლოდ მარტვილის მერანი. საჯარიმოში კლავ არეულობა. უგრეხელიძის გადაცემა და თავის ნახევარზე დარჩენილი მალა. ხეცურიანი ისევ არ რისკავს და უბრუნებს ბურთს ხამხოებს. მალა. კინომ გაიქცა ბურთი ფარგლებს მიღმა. პასი არივარგა და აქ ანთია. ანთიას აქვს კარგი შანსი თუ მოახერხა მეტოქის მოტყუება. ეფექტური და მოხდენილი მოძრაობით ცდილობდა ამის გაკეთებას, თუმცა დაუფასოთ მცველსაც თამაში იმ სიტუაციაში. კობერიძე შეწოდა ბურთს და ჯარიმა დააფიქსირა. არბიტრმა მაინც დააჯარიმა ლუკა კობერიძე. ამასობაში უკვე 57 წუთიც იწურება მეორე ტაიმში. ჯერჯერობით სახიფათო მომენტი არ გვინახავს. წინ მომენტიანი მატჩია, მაგრამ ძალიან დაძაბული. ეს დაძაბულობა ყველა ეპიზოდში იგრძნობა ორთა ბრძოლებში. ასევე საუბრობდით და ახლაც ასე არაფერი შეცვლა, გუნდები მინიმალურად რისკავენ. თავარი მიზანი არის უსაფრთხოება. ხამხოევი ბატოსი. მალა ისევ ბოლო მცველი თავის გუნდში. ხოევი ფეხი ძალიან კარგად თამაშობს ეს მეკარე და ამ პასის დროსაც მშვენივრად გამოჩნდა. დაიკარგა ბურთი კობერიძე. კარგი საწყისი ფაზა. წინ რა ხდება ეს რეიდი გოგნაძე ერთ მეტოქეს კი აუარა გვერდი, მაგრამ მერე თავად აჯარიმდა უკვე ოდიშის მარჯვენა მცველი. სულ მალე ალბათ ცვლილებების დროც მოვა, უკვე მიუახლოვდით მე-60 წუთს. და რაღაცები პრინციპში შესაძლებელია ორივე გუნდის მხარეს. აქ კუთხურზე უწევს გოგნაძეს ბურთის მოგერიება. ორმაგი ცვლილება მზადდება მარტვილის მერანის შემადგენლობაში. ამ სტანდარტულის შემდეგ რა თქმა უნდა. ხიფათო ჩაწოდება მუშტებით იგერიებს ბურთს ვაისი და ანთიას რამხელა სივრცე აქვს. ამ სივრცის მიღებას ცდილობდა ის მთელი შეხვედრის განმავლობაში. არა ძალიან წინ გაიგდო ბურთი. მაშინ როდესაც უკვე ამზადებდა გადაცემას, მცველი აღიმართა მის წინააღმდეგ, მაგრამ ისევ ანთია მეორე შანსი მიიღო და მეორე ტალღა იერიშის ჩაწოდება კუტალიას მიმართულებით. გამოტანილია, მაგრამ დარტყმას აქვს აქედან აზრი. სადალებედევმა, მაგრამ გადააცელა ბურთი გარს. აი მცვლილებებზე, რომელზეც საუბრობდი. ზუსტად მე-60 წუთზე 24 ნომრით მოედანს სერგო კუხიანიძე ტოვებს. და გამოდის ლუკა ქადარია. ასევე
დავით ლომთაძეც ტოვებს მოედანს ანთია გააქტიურება შესამჩნევია უკვე მათე ანთიასი წაიქცა სადა კარგა ბურთი ოდიშმა რა მომენტი და ბრავო ვაისი შესანიშნავი იყო ამ სიტუაციაში წინვალე ნახტომი სულ რამდენიმე წამის წინ გამოსულ ლუკა ქადარიას ჰქონდა შესანიშნავი შანსი ანგარიშის გახსნის რეალური ეპიზოდი შექმნა მერანმა ასეთი შესაძლებლობა მათ მთელი შეხვედრის განმავლობაში არ ქონიათ. ბრავო მეკარეს კიდევ ერთხელ აღნიშნოს ეს ფაქტი მე რამდენი მატჩი ამ შვენიერ შტაბეჭდილებას ტოვებს მატეი ვაისი. გადაამოწმა ბურთი იყო თუ არა ხაზზე არბიტრმა ვერ ხერხდება ასეთ რამეს იშვიათად ნახოთ ფეხბურთში საჯარიმოში აერია სიტუაცია მოკლედ სადავეები არ უნდა გაექცეს ახლა ხელიდან არბიტრს აბა ნახოთ კუთხური ყვითელი ბარდის გარეშე დასრულდა ეპიზოდი, სიტყვიერი გაფრთხილება მიიღეს ორივე გუნდის ფეხბურთელებმა. ახლა უბრუნდებით ისევ საწყის წერტილს და გაგრძელდება კამათი იმაზე თუ დევს თუ არა ბურთი ხაზზე. რა ძალიან აგდებს ისედაც დაბალი ტემპია ჩვენ შეხვედრაში და არ ვიცი, ხაზი თუ არ ჩანს ეს ფეხბურთელის ბრალი ყველაზე ნაკლებადაა. ისევ იგივე, არ ვიცი, აი ეს ყველაფერი მოყვა იმას, რომ კუთხური არ სრულდება, უკვე რამდენი წუთია ეს ეპიზოდი გრძელდება და ვერაფრით იქ ბურთის დევს თუ არა ხაზზე ამის გარკვევა მიმდინარეობს მოკლედ არბიტრი ამ ეპიზოდის შემდეგ არ გამოურიცხა რომ კიდევ იმ წერტილს დაუბრუნდეს ნებათაღილოვა კი იმატებს მოედანზე არ ვიცი არა, იგივე გაგრძელდება. მე მგონი ისევ კუთხური სალმისკენ მიდის. თუ არა. ერთ-ერთ სათდარიგო სკამზე მყოფ მოთამაშეს ან სამწვრთნელო შტაბის წევრს მიცა ყვითელი ბარათი. მოკლედ გვინდა ფეხბურთის ხილვა და არა გაუთავებელი პაუზის ჩაწოდება საჯარიმოში. კიდევ კარგია კუთხური არ დაინიშნა, თორე კიდე ერთი 5 წუთიანი პაუზა გამოწერილი გვექნებოდა. მინიმუმ 5 წუთიანი. მოკლედ აღმოიფხვრა ის პრობლემა. მეკარე ვაისი. ამოიტანა ძლიერი დარტყმით. ორთაბრძოლების სერია მოენის ცენტრში. კუტალიას თავრის შემდეგ აკონდო მოხვდა კობერიძეს. ცოტა ქაოსური მონაკვეთია, ქავთარაძე მიიღო ბურთი, მაგრამ ეტოკეც ძალიან სწრაფად აღმოჩნდა მის წინააღმდეგ და გადაეცა ბურთი უკვე მერანს. ახალაძე დაუგდო ბურთი პირდაპირ მეტოკეს, სადა შემდეგ შეცდომის გამოსწორება, მაგრამ ჯერჯერობით ისევ დაცვა უწევს ოდიშს. მოგერიება იყო ყველაზე კარგი გადაწყვეტილება. ეს საბრძოლო ბურთია, შეიძლება
ქონდა შანსი ყოველ შემთხვევაში ხუნჯგურუა სრომ მოეპარა ბურთი და გასულიყო პირისპირ მეკარესთან. ცვლილება. ხუნჯგურუა დატოვებს მოედანს და ზვიად სიხარულია შემოდის. წინა შეხვედრაში ეს ცვლილება შეიძლება ითქვას სიხარულიას გამოსვლა მოედანზე გადამწყვეტიც კი იყო. ნახოთ დღეს რას იზამს ვეტერანი, რომელიც კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ პირველ მეორე წრეში სწორედ მარტვილის მერანის ღირსებას იცავდა. სიხარულია ეგრევე ჩაერთო შეტევაში, მარჯვენა ფლანგი, დაბალი გადაცემა, გავიდა დარტყმა და კიდევ ერთი შანსი, თან რა შანსი. კუტალიას ჰქონდა იდეალური შესაძლებლობა, რომ აქ ანგარიში გაეხსნა. აი ამ სწრაფ შეტევას მოყვა ეპიზოდი, რომელსაც ახლა გამეორებით ნახავთ. არ ელოდა რა თქმა უნდა, ცოტა წინ იყო უკვე, უხერხული იყო ამ ბურთის დამუშავება. ეს მომენტი იყო ალბათ იმის მანიშნებელი, რომ წნეხის გაზრდის შემთხვევაში ოდის ექნება აუცილებლად შანსები გოლის გატანის და გოლი ძალიან სჭირდება. კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სამქულიანი უპირატესობა აქვს მარტვილის მერანს ეტოქესთან შედარებით. უგრეხელიძე ვერ შეწუდა ხეირიანად ბურთს აქ ახალაძე და გადავიდა აუძე. ამ აუტის მაქსიმალურად გამოყენებასაც ეცდებიან ახლა მერანის ფეხბურთელები. პირდაპირ საჯარიმოში ჩააგდეს აკონდო ყველაზე მაღლა ახტა მოგერიება ისევ. და აქ უკვე კუტალია გარბის, მაგრამ ალას აქვს ძალიან დიდი უპირატესობა, ისევ ბოლომცველად იყო დარჩენილი მერანის ლეგიონერი. ესე საკმაოდ ანმაღალია მალა და ცოტა უცნაურია კუთხურების დროსაც, რამდენჯერმე ვნახეთ უკან დარჩენილი. აქ ჯარიმა იქნება აუცილებლად და მეორე ცენტრალური მცველიც გაყვითლდება, ბატოსი იღებს ბარათს. სამოცდამერვე წუთი იწურება უკვე. ბევრი დრო არ არის დარჩენილი შეხვედრის ბოლომდე, მაგრამ საკმარისი მეტი იმისათვის, რომ აქ ბევრი რამ შეიცვალოს. მე რამდენად უკვე ექიმებს უწევთ მოედანზე შემოსვლა. პირველ ტაიმშიც იყო ბევრი პაუზა, თუმცა მხოლოდ ერთი წუთი დაემატა, მეორე ნახევარშიც იყო შეჩერებები, აი ეს კუთხურის ეპიზოდი გაიწელა ყველაზე მეტად. და ახლა უკვე ეს ტრამვით განპირობებული ლუკა წულაია ცვლილებაზე შემოსულმა ფეხბურთელმა მიიღო დაზიანება და ალბათ ცოტა ხნით მოუწევს მოედნის დატოვება, ან თუ ისეთ სერიოზული არაფერია, არა, რჩება მოედანზე, ასე რომ ძიმე ტრავმასთან საქმე არ გვაქვს. ჩაწოდება ძალიან კარგი საჭარი მოშივა, ისი თითქოს კარი დაკარგული ქონდა მეკარეს. ზემოდან მოხვდა ბურთი ოდიშის კარის ბადეს, ისეთი არასასიამოვნო ეპიზოდი იყო სტუმრებისთვის. მარცხენა ფლანგისკენ გამოგზავნა ბურთი ახალაძე დაიტოვა. თავად კობერიძე, ლებედევის ტექნიკური წუნი.
ძლიერი დარტყმა, მაგრამ ბურთი ტოვებს ფარგლებს და ახალაძე მოაწვის კიდევ ერთხელ აუტს. რთული აქვს თავისუფალი თანაგუნდელი მოძებნო ასეთი პრესინგის პირობებში. რამდენიმე შეჯახება, რამდენჯერმე დაკარგეს ბურთი ხან ერთი გუნდის მოთამაშე, ხანაც მეორე გუნდის ფეხბურთელებმა საბოლოოდ შეტევაში რჩება მარტვილის მერანი. გაგიტი, კარგი იყო ესართმევა, მაგრამ საჭიროა უფრო დიდი ძალები შეტევაში გადასვლა. ანთია შერბენი ვნახოთ ცენტრში, ვინ იქნება ბურთზე პირველი, მეკარეც გამოვიდა და დაასწრო ყველას. ეს ახასიათებს სხვა შორის ხამხოებს ხშირად უყვარს და უწევს ხოლმე კარის დატოვება. ორი მოთამაშეა გაზონზე, კაუბერიძე. ბურთისთვის უშეღავათო ბრძოლა. გადააგდე ბიჭო. ახლა დაფიქსირდა ჯარიმა საბოლოოდ. კიდევ ერთი პაუზა იქნება ახლა. კაცი ორი კაცი ბინდორზე წევდა. ნა შად ქონდა უსტო. როგორ არ ქონდა უტევდა. ის მომენტი არ ნახია. სწრაფად უნდა გაგრძელდეს მოკლედ მატჩი, ბოლო წუთებში განსაკუთრებით უამრავი პაუზა იყო. ესია თანაბო. ხო, თაში და ამით რენიმენტი. ჯარიმა. ანალოგიური სურათი ყველაფერი ისე უცვლელია. უამრავი მოთამაშე ოდიშის საჯარიმოში, ცენტრში მალა. დარჩენილი ჩაწოდება და კუთხეში რომ ყოფილიყო ერთ-ერთი წითელმაისურიანი მოთამაშე, ძალიან მაგარი შანსიც ექნებოდა რომ გოლი გაეტანა, მაგრამ გადარჩა ოდიში. მატეი ვაისი, ვერ ვიტყვით რომ ჩქარობს, ხა ფრე ალბათ უფრო მეტად მერანს აძლევს ხელს. სატურნირო ვითარებიდან გამომდინარე, მაგრამ სახლში თამაშობს მარტვილის მერანი. თავის მხრივ, სადაც გონია რომ მაინც იქნება ის შანსი ოდიშისთვის ბოლო წუთებზე, რომლითაც შეიძლება აი მატჩის მოგება და სამი ქულის წაღება ზუგდიდში. აკონდო ანთია, აქ აღარავინა. საკმაოდ რთულ ვითარებაში შეძლო ამოსვლა. ვერანა შემდეგ ჯარიმა არ ყოფილა. სიხარულია კობერიძე ფლანგის შეცვლა სურდა, კარგი გატარება იყო. ქავთარაძე წაიღო ბურთი. დატრიალდა, დაელოდა, არ გაამწვავა. არ გარისკა ბატოსი. სევ კობერიძე. აქეთ ახალაძე ითხოვს ბურთს და საკმაოდ ლოგიკურადაც. ანთია, აი, კარგ პოზიციაში ანთია უყოლებდა ბურთს ახალაძეს. ლებედევი. კობერიძე, დიდი ხანია მეტოქის ნახევარზეა, დამკვიდრებული ოდიში. რაღაც ლოგიკური გაგრძელება აი ამ ბურთის კონტროლს უნდა მოყვეს უკვე. ქავთარაძე. ეძებენ სივრცეს, იქნებ მოხერხდეს რამენაირად საჯარიმოში შეღწევა ეგ ეს გათამაშებით იყო ვარიანტი, მაგრამ არ უშვებენ შეცდომებს. ცველები ფაქტია. აკონდო. ანთია. ეს გულშემატკივრის გააქტიურება ძალიან სჭირდება ახლა ზუგდიდურ გუნდს. მომენტუმი მათ მხარესა აკონდო 2 წუთზე მეტია ბურთით. ზუგდიდის ოდიშია ჩაწოდება საჯარიმოში გადმოვარდნილზეც ვერავინ დახვდა. არა, კობერიძე აქ ეფექტურად ცდილობდა დარტყმას. ძალიან ეფექტურად შეასრულა ეს დარტყმა, მაგრამ ბურთი გადაცდა გარს. კიდევ ერთი ცვლილება. ლუკა კობერიძე
დატოვებს მოედანს და ნიკა კიტია ჩაერთვება შეხვედრაში. ხუთმეტი წუთი ძირითადი დროის ამოწურვდით. ამატებული წესით და რიგით ბევრი უნდა იყოს ყველა იმ პაუზას თუ გაითვალისწინებს არბიტრი, რაც იყო მეორე ტაიმში. რამდენიმე თაური ანთია მათ თავიდაუგდო შემდეგ ახალაძეს ფურთი კუტალია ვერ შეწვდა ამ სიტუაციაში მალა რა მაგრად ითამაშა არა მხოლოდ მოიგერია ფურთი ან გამიზნული პასი იყო ეს მალასგან ვაისი აკონდო ანთია ეგრევე მოიწია მეტოქემ მაქსიმალურად ცდილობენ მერანის ფეხბურთელები რომ მათე ანთიას სივრცე არ დარჩეს თორე ერთ-ერთზე თუ დარჩა მათე ანთია მეტოქესთან შემდეგ შეუძლია ძალიან ბევრი უსიამოვნების შექმნა მეტოქის კარტ ისევ ცვლილებები ორმაგი მერანის შემადგენლობაში უგრეხელიძე გავა მოედნიდან და ბაქარ ლაღაძე შემოვა მის ნაცვლად. დავით ხელაია გადის ასევე და როინ ჩხაიძე ოდიშის წინააღმდეგ სწორედ ამ გუნდიდან გადავიდა ის მარტვილის მერანში ასე რომ ყოფილ გუნდთან უწევს დაპირისპირება. გადამწყვეტი ფაზა. აი ამ შეხვედრის ბოლო წუთები. ბატოსი მეტოქეს დარჩა ბურთი და ეს სახიფათო გადაცემაც გავიდა. კუთხური. მორიგი კუთხური ოდიშის კარტთან. თავის მხრივ არც მერანის ფეხბურთელები ჩქარობენ ამ კუთხურის შესრულებას. დიდი დაძაბულობაა მოკლედ საჯარიმოში გაათამაშეს ეს სტანდარტული შემდეგ ჩაწოდება ბურთი გადავა? არა. თამაშგარი მდგომარეობამ განუხდა მოკლედ ეს მომენტი. აკონდო ვაისი. ისევ შეცდომით მოქმედებენ მცველები, კიტია. აი ამ გათამაშების შემდეგ შეტევაც გაგრძელდა. მაგრამ წინვალე ვარდნა იყო. ხოლმე აუტი. უკვე მოაწოდეს ეს აუტი ოდიშის ფეხბურთელებმა. შეიძლება ალბათ ფლანგის შეცვლაზე ფიქრიც, აკონდო გარისკა აკონდო. მაგრამ გამარჯვებული დარჩა ამ ვითარებაში. კარგი შეყოლება. ჩაწოდების დროა უკვე თუ მოხერხდა არა. ის მომენტი წამი, როდესაც შეიძლებოდა ბურთი საჯარიმოში ჩაგდება, გაშვებული იქნა და შესაბამისად სიმწვავეც დაიკარგა ამ შეტევაში. მე-80 წუთი მატჩის.
ცუდი მოგერიება, აბა ვნახოთ. აი ამ შანსს როგორ გამოიყენებს ოდიში. ქავთარაძე ბრძოლაში გაკეთებული გადაცემა, ახალაძესაც ასევე ბრძოლაში უწევს პასის შესრულება, აკონდო, თავად ინარჩუნებს ჯერჯერობით, ბევრი ვარიანტიც არ აქვს ამ სიტუაციაში, ანთია ცენტრში, ლებედევი უნდა დაიძრას თავად, იმიტომ რომ არის ამის საშუალება. ქავთარაძე გაყოლებაც მშვენიერი იყო, ცრუ მოძრაობასაც არაფერი დაეწუნებოდა, შემდეგ ერთი პასია საჭირო საჯარიმოში. აი ის ერთი პასი ვერ გაკეთდა ზუსტად ახლა. არადა იქამდე თითქოს ყველაფერი იდეალურად შესრულდა. თავისი ბოლო მომენტში აჩქარებით. აუტი ფურთი გადაეცემა მარტვილის მერანს, ცვლილებები გრძელდება. გაბედავა გამოვიდა მოედანზე, ძალიან გამოცდილი ფორვარდი. ტალიასთან ერთად შეუტევს გიორგი გაბედავაც. და დავით გაბისონიამ შეცვალა ნოდარ ქავთარაძე, ესეც აღნიშნოთ. ანთია თუ მიიღო ეს ბურთი, არ იყო მარტივი ნამდვილად შეჯახება შემდეგ. შეჯახება, რომელსაც რეაგირება არ მოხალია, გაგრძელდა მერანის შეტევა ახალაძე, შემდეგ დაკარგა ბურთი და ძალიან სახიფათო იერიშია, მეკარე ვაისი შეწვდა, დარტყმა კიდევ ერთი გადარჩა ზუგდიდის ოდიში, მაგრამ ხიფათი არა მოწურულა ამით, აი ახლა შვებით ამოისუნთქეს ალბათ ზუგდიდური ულშის გუნდის კომაგებმა. ვაისი. ბავნახოთ გიორგი გაბედავა შეიტანს თუ არა სიმწავეს შეტევებში. ახლა უკვე ექნება საშუალება, რომ ცოტა უკან დაიხიოს კუტალიას და ფორვარდის პოზიცია დაუთმოს გაბედავას, მაგრამ რა დროს შეტევაზეა საუბარი, როდესაც თავდაცვა უწევს ახლა სტუმარ გუნდს. მერანი ახერხებს კუთხურის მოპოვებას. ამ კომპონენტში მათ საკმაოდ დიდი უპირატესობაც აქვთ. მეოთხე წუთზე ვაისი ბურთი გაუვარდა, რა ხდება, სრული ქაოსი. ჩაწოდებების სერია დაუსრულებელი, ბურთი არც აქ გადასულა. ისევ ჩაგდება საჯარიმოში, მალამ ძალიან უხეშად მოიქნია აქ ხელი, მაგრამ საჯის რეაგირება არც ამ მომენტზე ყოფილა აქ. მალას მოქმედებებით დარჩნენ უკმაყოფილო ოდიშის ფეხბურთელები, რაც პრინციპში ალოგიკური არ არის. იდაყვის მოძრაობა შესამჩნევი იყო აშკარად საჯარიმოში. ყვითელბარაც იღებს მალა. აი მოქმედებისთვის, რომელიც ვიხილეთ ჩვენ ოდიშის საჯარიმოში. მედი აქ რანაირი გაგრძელება ან კონფლიქტთან საქმე არ გვექნება, თქოს დაიძაბა ისევ ვითარება მოედანზე.
ვაისი. ანთია დაამუშავა. სიხარულია, მალა, ისევ საჰაერო ორთაბრძოლა. სიხარულია და აქ ბურთი აუძე გადავა, იქ პრესინგს აქვს აზრი ნამდვილად. შეხვედრის 86 წუთი. ახალაძე იყო კარგი, შემდეგ გაბედავა. სიხარულია, ბურთი მოგერიებულია წინ, ახალაძე. გამოვიდა ეს პასი, ისევ მარცხნივ. იქ სადაც გაბედავა იმყოფებოდა, მორიგი შეჯახება და ეს ძალიან უხეში თამაში იყო, მე რამდენე უკვე უმძიმესი შეჯახება. და კიდევ ერთი ყვითელი ბარათი. ჩაწოდება საჯარიმოში, ჯარიმა. ბურთით ოდიშია კუტალია. წაიქცა კუტალია. მერანი უტევს ძალიან სახიფათოდ. გაგრძელდა ეს იერიში, მაგრამ აი ამ პასმა თითქოს ტემპი დამუხტი და აგდო შეტევის. ჩაწოდება საჯარიმოში, მეკარევაის. ძალიან იზრდება მოკლედ სიტუაცია ბოლო წუთებზე მატჩის ისეთი გამოვიდა, ხო? ნაკლები სახიფათო მომენტი, გაუთავებელი ორთაბრძოლები, ძალიან ბევრი მაღალი ბურთი, ძალიან ბევრი ჯარიმა, ძალიან ბევრი ყვითელი ბარათი, მოკლედ სანახაობას მოაკლდა და მოემატა, ასე ვთქვათ, დაძაბულობას. იმით რაც ვიხილეთ, აი ფაქტობრივად 90 წუთის განმავლობაში დღევანდელ მატჩში. ავიცი, ზუსტად რომ შეფასდეს, ალბათ 7-8 წუთი თავისუფლად უნდა დაემატოს, ამას თუ მეტი არა. ალბათ 10 უფრო ლოგიკური იქნებოდა, მაგრამ სადღაც მაინც აკლდება ხოლმე იმ წუთებს, რაც ობიექტურად უნდა დაემატოს, ამა თუ იმ შეხვედრას. მაგომეთ ცოლოევი შემოვიდა მოედანზე ბოლო წუთებზე. ლევან წოწონავას ნაცვლად. აკონდო. სიხარულია, რაზუსტი პასი. სახიფათოა ეს შეტევა ძალიან. თანაც დაბალი გადაცემა. ახალაძე. გადაცემა, აბა გაბედავა ვნახოთ. არა მცველი. დროულად თამაშობს, შემდეგ ხამხოევი აქვს აზრი აქ, უფრო მეტ აქტიურობას. მალა.
ისევ დაიძაბა სიტუაცია. ისევ იგივე მოკლედ. რაც აქამდე იყო. ლებათა ველა არ წყდება. ჯერჯერობით ვერ გრძელდება თამაში. აი 4 წუთის დამატება ამ მატჩზე არის რბილად რომ თქვა ძალიან უცნაური გადაწყვეტილება. მოკლედ. უცნაური თამაში გამოდის ზოგადად ძალიან. ამის დასრულებამდეც ბევრი არ არის დარჩენილი. ბატოსი, ვაისი. აკონდო. აიჭრა ბურთი აკონდოს, მაგრამ თამაში თუ დარჩება, არა. არ გამოდის. ახალაძე ისევ აკონდო. ბატოსის დახმარება ძალიან სწრაფად მიიღო. ნახოთ ვინ იქნება აქტიური უფრო მეტად ამ კომპენსირებულ დროში. ანთია ამ წაქცევას საჯის რეაგირება არ მოყოლია. კიტიას გადაწყვეტილება გაბედავა, არა, არ გავა ეს პასი. აკონდო ახალაძე. მესამე დამატებული წუთიც იწურება. უფრო მეტად აირია თამაში ამ დამატებულ დროში. ჯარიმა. ჯარიმა და ბურთი საჯარიმოსკენ გაიგზავნა კიდეც. შეტევაში ჯარიმით ვერ გაგრძელდა შემდეგ. ძალიან ცოტა დრო უკვე მატჩის ბოლომდე. აქ მეკარეზე პასი, ყველაზე ლოგიკური გადაწყვეტილება იყო. ამხოევი. ბურთით მოიპოვა ოდიშმა, როცა არის შესატევად. ცოტა სწრაფად მოქმედება უბრალოდ ამისთვის საჭირო. არა. ისევ თავის ნახევარზე დაბრუნდნენ ზუგდიდელები. ბატოსი ახალაძეზე პასი კი გაკეთა, მაგრამ დრო აღარ არის დარჩენილი. დასრულდა შეხვედრა, ნაკლები მომენტი, ძალიან ბევრი სათამაშო ეპიზოდი, ორთაბრძოლები უფრო სწორად, ხისტი ვარდნები, გაფრთხილებები და ასე შემდეგ. ალბათ მაინც ლოგიკური შედეგია ის რაც არის ახლა ტაბლოზე. მადლობა ყველას ყურადღებისთვის. მე ერთი კვირით აგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.